გელი მყავს ნაცემი. Ატო შედერ მათკმე. ხუი ბიჭო, გელს მივიძდებ ბიჭო პანჩურს ტყმით ხვაზე ხარ. მოდი! ჰა! ეს ახლა დაგესიზა ტრაქში ჰარი შეგეპარა თუ მართავ. რატო პუტი გამომიგზავნე ტრაქში კუკლი მიხმება თქო და ცოტა აყევი მე ბიჭო არა შეგან მაგას არ ვიმსახურე. ემილია ტივი რო არ გევასებად და აჰეიტებ. რატო ვახეიტებ ბავშვს როგორ დავახეიტებ შე? აჩერდი. გავეკიდე შენი დედამო, მოდი შენი და რატო ინის შეჭამეთ ბიჭო? რამ ხაში ვიწყებთ? დავიწყეთ. ხო და რატო ინის დავიბენის მეორე ეპიზოდით. დავიბენე. ვახოი რა კრეატიული სახელი გაქვს. გაიხარე, აი სახრაშუნო ვარ დავარქვი პოდკასტს ისე. აი ეს ჩაახრაშუნა გერ. სახრაშუნო. ეგ ჩემის მოფიქრებული არ არის, ჯერტი. ეგრე რა უნებს. მე ვთქვი რომ სახრაშუნო იყოს ეგრე ვთქვი. ვახო ბაოთაშვილი ყავს მეორე სტუმარი. ვიცი ახლა არ გაგიხარდათ, მაგრამ მაინც დავალაიქოთ მეგობრებო და გამოვიწეროთ. წინასწარმას არ ვჯობია რომ აღიაროთ. აქტუალურიცაა. ჩემთვის ყველა ჯობი ხარ ვახო. იმიტომ რომ ხელფასი გიხდე ჩათალა ხოში. მე და ვახოს გვაკავშირებს რაღაცები, რა მე არ ვუხდი ხელფასს გადაუყეს. ისე სხვათა შორის ვახოსაც გვაქვს უბრალოდ ფრიქსის არხზე, რომელიც იქნება აღწერაში. აქვს ლაივი ყოველ სამშაბათს 9 საათზე, შეგიძლიათ შემიხვიდეთ და ფული მოიგოთ. ხო ვახო? ხო და ბენის დაუწეროთ რომ კარგი ტიპია. და შეგიძლიათ ჩატში დამიწეროთ რომ ძალიან კაი ტიპი ვარ. ექსტეიჯებზე ვარ მე. რა ყველა პოდკასტები დავიწყეთ შეჩემ. ჭორი კნები ვარ. მივხვდი ლაკ-ლაკი ვიყვარს რა. ექსოს around the world და ვიღაცები მოგზაურობენ. ხო, და ჩვენ ფული შოვნა გვინდა აქეთ რომ აი და ბიჭო რაო წყელი და მიწაობ. ილონ მასკმა ნახე. გაიგე ლამზირას გოგო. აი მანიო და კალა ბიჭო, მანიო და კალა. ბიჭო. ახლა გიგის ვერ რა თქმა ვერ წამოაცდინა ვინმე, თორე ეგეც იქნებოდა. გიგი უნდა რომ შეგეთებ ყველაზე სექსუალური ქართველი ქალი ვინაა თქო და არ ვიცი ხა შენ მითხარი და გეტყვი. აი ბიჭო, ახლა მოერიდა თორე იმდეს ჩამოთვლი, აი ახლა უეჭოლი, ვიცი რომ იმდეს ჩამოთვლია. რამოდენმე შეყვარებული ყავს თან და რა თქო. აჰა. არო ეგეთები ქონდა მაშინ თუ შენ რა იცი? არა, ჩემთვის სექსუალური ვინცაა. რა? ჩემთვის სექსუალური ვინცაა რა? შენთვის, ოკეი. ხერხულია ეხა რა. აზარი არა. ხო იცი, კარგი. მოშენ ხარ. შემტევი. კარგი მეკარის გოლს უტანსო, ასე რომ არ დანებდება. გაიხარ. თქვენ არ გაითვალისწინოთ ეს რჩევა, ეს უბრალოდ შენ სექსუალური ხარ შეჭი. ხო ხარ. მოდი ბენისთან მოდავით ყველა სექსუალურ მამაკაცს გაუმორჯოს. გაიხარ. ჩვენ ვიმყოფებით სამაგირო თამაშების ბარ გილდიაში, რომელიც მდებარეობს გრიბოედოვის პირველ ნომერში და მადლობა მათ თბილისში, დიახ, ნამდვილად თბილისში. ვახო, კარგი შესწორება იყო, კი. სხვათა შორის მაგრა დამაჯვეს რა. მოგიხდა სხვათა შორის. დაჯმა. თმისთვის კარგია, ხო იცი? დაჯმა? ფერმენტები რაღაცა თმის ძირებისთვის კარგია, ხო? ხო, დაჯმა ძალიან კაი იყო ფილმი, შენ შენ რა ენა გაქვს. ის რა ქვია, Skyrim-ს კომენტარებს წავიკითხე, მაპატიეთ, მართალი ხარ, დამაჯვეს რომ Skyrim-ს მოიწვიო და შენ თავზე ილაპარაკეო. დღეს მაგიტომ ყავს ვახო, რომ ვახო დავისვა ექსპონატად და ილაპარაკოს თავის თავზე. ისეც ვერაფერს ვერ გაიგებდით, ახლა ვახო რო დაიწყოს. მოყვება უეჭველი მამამისზე, მოყვება უეჭველი როგორი საცოდავია, მოყვება უეჭველი როგორი დაუფასებელია, რა გაუკეთებია და როგორ აფასებენ. სულ ეს იყო მეგობრებო. რართული ბავშვობა ქონდა, საბერძნეთია წამოვიდა, აღარ აქვს მოქალაქეობა, მე ჩაეცა, მე ასე მოვიდა და დღეს მიზის აქ რეალის გაცვეთილი ჰუდით. რომელიც მაჩუქეს. მეგობრებო, ბარსას ხუთს თუ მაჩუქებთ ჩემ ზომას, იმასაც ჩავიცვა, მთავარია ჩამეტიოს თუ ფორმა და უპრინციპო კაცი რომ ყველაფერს ჩავიცვა. ბაზარი არა. მიმართავ სეტანტა ვიცი რომ ხალხს უგზავნით ხოლმე ჰუდებს და მაიშვიდოს და მეც გამომიგზავნეთ, პრობლემა არა, ვივლით თქვენი ჰუდით უფასოდ. ანუ ვიღაცები ხო გეუბნებიან რომ თვეში 8000 მინდა 4 დეოში, რომ შენი ზედა ჩავიცვა, მე პროსტა ჩავიცვა, ბიჭო, ტანსაცმელი არა მაქვს, სეტანტა გელოდებით. რატო არ ვევასებით ვიღაც სპონსორებს შენი აზრით? ჩემი აზრით, რატო არ ვევასებით ვიღაც სპონსორებს? ბიჭო, რა ვიცი. აი ვიღაც სპონსორები ხო არიან რომ მივიტანეთ, ნანახეთ რომ შედეგი გვაქვს დადებული მაგარი რაღაცებში. ბიჭო, აი ტიპზე არ ევასები და ეგ არა. ახლა ნახე მაგალითად არსებობს ხალხი, აი სოსო ხო, აი მე და შენ ვიცნობ სოსოს. ბევრს ხო უყვარს სოსო. მაგრამ არის კატეგორია არ ევასებობს სოსო, იმენად. ძაგს. რატო? ყველას ყავს ეგეთი რაღაც. ახლა ტეტრიში შეჩემა ჩუმად რო ვიყავი, არავის არაფერს არ უშავებდი, ეგ სიჩუმე აღიზიანებდა ვიღაცებს და მაგის გამო ვეძებდი. სიჩუმე რო აღიზიანდეს, ხა პოლიტიკაში შეიძლება. მაგრამ ხო და აი მაგას ვამბობ, აი როჟაზე არ დაევასები მაქსიმუმ ვიღაცას რა. ან რაღაცა ფასი ეძვირება რა და მაშინ ადექი და დაბუსტე. ისეთი რაღაცა თქვა მეგობრებო, რომ დაკათვა მომიწია.
აი აქვე დავქატე. არა, ხო შემიგინია. ბიჭო, არ შეგიგინია, მაგრამ ისეთი რაღაცა თქვა, რომ აი აქ ბევრი კათი იქნება სავარაუდოდ ამ ვიდეოში რა. ძალიან ბევრს ლაქლაქებს ეს ადამიანი. ბიჭო, არა, ეწუთი კი არ ლაქლაქებს ხახმა რო იცოდეს, ანუ სიმართლე ხო თქვი? ბიჭო, ახლა შენი გამოსახე და სიმართლე თქვი, მაგრამ მე არ მაწყობს ეგ შენ. ხო ბაზარი არაა, მაგრამ ხო თქვი სიმართლე. ჩაგრავ, სიმართლეს გიკარგავ. კი, მაგრამ არა, პროს ხალხს რო არ ეგონოს, რომ ამ ტყუილისგან სიმართლეს მიყვებოდა ასე, მაგრამ ეს ისტორია მე 10 ჯერმა გაგონილი, მაგრამ მე არ მაწყობს ეს სიმართლე. სიმართლე და სხვა რაღაც მოგიყვები. ბიჭო, მე და ბიძა ჩემი ვიყავით, ლაგოდეხში ვცხოვრობთ რა და ძროხები გყავდა რა და სოფელში ესეთი თემა არის რა. ძროხები ვისაც ყავს, რამდენი ძროხაც ყავს, იმდენი დღე უნდა იყოს შენ ნახირში. მაგათ არის 30 ძროხიანი ის თუ არის ნახირი. და ყავს 5 ძროხა, 5 დღე გიწევს მორიგეობა რა. და ზაფხულია, შეჩემა ლაგოდეხში ვართ რაღაცა. მე ამას ფხიზელი ვერ გავუყო. და ფანჩატორი რა არის, იცი? ორნაირი ფანჩატორი, ერთი კიბეების ასასვლელი ფანჩატორები რო ფეხებზე რო დგას. და მეორე ჩვეულებრივი ფანჩატორები. ჯამ კიბეების ასასვლელი ფანჩატორზე დგავართ, ზინას მე დაბიძას რამე ღამე არის, ხო, ხარ ამ წვადი აქ შევწვარ თუ რაღაცა და ბიჭო ღამე მესმის ფხაკუნი რა. და ბიჭო, მე მინდა ზამხეზალი ძილი მაქვს, აი ესე რო გაკეთო გამოფხიზდები ეგრევე და ბიჭო ფხაკუნი რაღაცა გავიხედე და კიბეზე ამოდის მგელი შეჩი. ეს ახლა ეს დაგესიზა ტრაქში ჰარი შეგეპარდა თუ მართავ. რა და მგელი ბიჭო და ამ ყვითელი თვალები რაღაცა ძალიან გამხდარი რაღაცა ხო ასე ხარ რაღაცა პირიდან აოთქლი რაღაცები გამოდო აგეთებსა და ბიჭო აი ხო იცი რო შეგეშინდება და აი შიშის ფონზე რაღაცა და არა შიშის ფონზე პანჩური ამოვარტყი შეჩემა და დაიწყო წავწა გავეკიდე შენი დედამო მოდი შენი და მიუძდე მგელს ბიჭო შემა გამოიხედა რა ხდება გელს მივიზდე ბიჭო პანჩურის ტყმით ხوازე ხარ რაღაცა მე რო ამოვარტყე და ხო გარბოდა მე უკან გამოვიწიე და რო დაინახა რომ გამოვიწიე და შემეშინა მე გამომეკიდა ეს ნაბუზარი რა და გამომეკიდე მეთქი აუ რა უქნა ჩემი ხوازე ხარ და ამ დროს ბიძა შემა იარაღი გადმოიღო ჰაერში გაისრო და გაიქცა რა მგელი მყავს ნაცემი ვაი შეყო ეს ახლა როდის აი ChatGPT-ს დააწერინე ეს არა დედას გეფიცები რა მგელი ყავს აწა მაშინ რო იყო ისო 5 კაცი ყავს, აი ჩაკნურის იყავს ამას ნაცემი ხო? რა ჩაკნურის? გვევი, მგელი კი არა, წუნკალი ძაღლი ყოფილა, შეჩემა. არა, მგელი იყო, შეჩემა, მგელს და ძაღლს ვერ ვარჩე. ძაღლი მოვიდა შენთან და ეგ მოგზდევდა. ნუ ანიას ძაღლი, ბობი. ბოლოს ხარ იმას ქენო, ჩავს მახუა გაიგუძე. არა, მაგრამ აუ ძალიან. დაწერთ კომენტარებში ვახო ნუ იტყუები. ძალიან შემეშინა. ვახო ნუ იგონებ. ფაქტი არის, დამადასტურებელი ფაქტი არის ვიდეო მასალა. ბოდიში რომ iPhone 15 Pro Max-ით ვერ გადავიღე 2006 წელს. 12 წელს ვახომ. 2006 წელს 12 წელს იყავი? ხო. 2006 წელს დაბადებული იყავი? 2006 წელს როგორ არ ვიყავი დაბადებული 2002-იან. გუშინ ვიყავი დაბადების დღეზე და ის იყო წვების კონდაც. 90-იანები თუნდა გვეცოს და არავის არ ეცო 90-იანები, იმიტომ რომ არ ახსოვდათ 24 წელს გახდა გოგო რა და იმის დაბადებული იყო და ქალები და ძმაკაცები ყავდნენ რომ დაბერდი ვაიმე რა ბებერი ხარ და მე ამ დროს 30 წლის ვარ და ეს ჩუმად ვიყავდი ფრიქში გვა გადაღება რა და კაროჩე ეს ჩაიხადა რაღაცა ბოდიში ხო უნდა იმას ხომ და ჩაიცვა რაღაცა ჯემპრი დაფლეთილი რაღაცა ბრიჯები ნაცისფერი აი ხო გახსოვთ აი ნაცისფერი არა კრემისფერი ბრიჯები რო იყო თუ ხო ამ ცისფერი იყო რაღაცა იმენა ნასკები ისე საზიზღად გამოიყურებოდა მეთქი სად მიდიხარ თქო და დაბადების დღეზე მინდა რომ 90-იანების ისაო და 90-იანების ბომჟი იყავი შე მივედი შეჩემა და ზარა ეცვა ტიპებზე რაღაცა მასიმო დუტი რო ნახე მეთქი ბიჭები ხო აზა ხარ გიგასტორები რო ნახე მეთქი ხო აი ესე იყვნენ რა აუჩი რაღაცა მასიმო ისა კიდე კომპასი რო ხატე რა კომპანიას დებილი კომპანია რო ძანძვი როგის ხო Stone Island ხო ურა ყობა მაგას ფურს როგორი ხდიან ისა რა ქვია ეგენი ესე იგი ხედრიონის cosplay-ით იყო. არა, უფრო ხო, მაგრამ თუ ეგრე ბიჭო, არა, მაგრამ კაი ტიპები იყვნენ ძასვათ შორის. ხო, მაგრამ ხედრიონის cosplay-ით. ხო რა. კი, მე ვიყავი გამლელი. ო, ბიჟავეგის. თამაზა, როგორ ახარ ბიჭო, მოდი დაგვილიეთ იქ. ნარდის ყომარბაზი იყო. ხო, აი, ხო რა, იქ ხო ხდები რაღაცა ჯოკერსო თამაშობენ იმ ფურცელზე. ესე ხო დაწე ჯოკერს. ხო, მოატრიალებ კიდე. მე კიდე ერთი აქ არ თორდება.
დაწელი ფურცელზე. მე აქედან ქვემოდან წერ ჯოკერს, მე ზემოდან იწყებ და რაღაც პიზდეცი ხდება. მე წითლით წერ, წითელი პასტით წერ ფურცელზე. ლურჯზე მე წითელით სუფრო ამჩნევ. და ბოლო არის მე მწვანეს წერ და შავი, წითელი პასტა იყო როგორ იცი? 4 ფერი ქონდა. ხო, ვიცი, ეს ჩამოსაწევებრო იყო. ხო და ესეთი ამბავია რომ ლურჯით რო წერ და აქედან წითლით რო წერ ჩანს ეთყობა რა და მე გედა მწვანე და შავით აღარიაზე რა და ერთ ფურცელზე რო ძალიან ბევრი ისწერია უკვე აი ეგეთი კაცი ვიძე ვიყავი. საზიზღარო ვიძე იყავი, საშინელება იყავი. და ეგეთ ვიძე რო გოგო რო ყოფილიყავი იმ დაბადების დღეზე არ შემოხედავ. მიგითხრა მე გოგომ შემომხედა. დარწმუნებული ვარ რომ არ შემოხედავ. ჩვენ მაზმაკასმა გიგამას არ შემომხედა. ის ხათაშორი ახლა გადაუხოთ ემას რა გაქვს მიღწევები აი ვჟიზნე რა. აი რომ მითხრა და მე გეტყვი მაგაზე რაღაცას რა. რომელი გითხრა? ანუ ბავშვობიდან ხო შუა ქალაქის რაღაცას ჩავიჭო. არა. ანუ ბავშვობიდან ვიყავი როგორ გეტყვი. რაღაცა მახსოვს სცენარების თემაში. სცენარებში შუა ქალაქში არა. კავეინის თემაში ვიყავი, ტატიშვილის შოუ და რაღაც თემებში, ეხლა სვარ. ილობერაშვილის შოუში ვიყავი. ის თქვა ის მოძალადეც? არა. ხო, კარგი, ვიყავი რა, ვიღაც ძალიან ბევრ შოუებზე ვიყავი, ერთხელ საქართველოში იყო სერიალი და ბიჭო დღემდე ხდება ხოლმე. ერთხელ საქართველოში სკეჩები. ნანახი აქ რამე? ეგ ხო ისა ილობეროშვილი და ვაკაჭი და ამიკო. ძალიან მევასებოდა. და ბიჭო, მაშინ ძალიან მევასებდა, ეგ რა შენი ისა? ჩვენ წევით 4 კაცი ვიწევით 5 კაცს და ბიჭო გვასხავდნენ ხოლმე. ძალიან მაგარია. ჩემ ერთ სკეჩი მახსოვს როგორ იცი? ეგ შაშანი იყო იმაში ტრენჩი რა, ვიღაცამ გააკეთა მაგის შორტები. აუ პირველად დავაფოლოვე შორტების არხი. დედას ვფიცავარ, აი ის რო არის, ხო იცი? ტიპები რო რაღაცას ყიდიან და რაღაცაო და რაღაც ჰოთელის მოვდივარ და კლიენტს ელოდებიან, მეთქი რას ყიდიან, სახს ყიდიან რაღაცა, საბირჟაო ადგილს რო ყიდიან. ხო. აუ ბიჭო, მაგ აი ძალიან გიждდებოდი რა. ეს იყო ერთი ხუმრობა მქონდა, ესეთი ისა რო ხია. ყველაზე დიდ პენისიანი კაცი მსოფლიოში ყავდა სტუმრად რა ამას. და ბიჭო, ტიპი ლაპარაკობს ხვაზე ხარ რაღაცა, ძალიან დიდი პენისი მაქვს რაღაცა და ესეთან ელაპარაკება ეს გოგო რაღაცა, კი მოგყვი და რაღაცა და მე რაღაცა ძალიან რთულია დიდი პენისი მაქვს. რატო რთულიო? მაგრამ პლუსებიც აქვს. პლუსები მაგათ აი კაკავს ბერტყავ ხოლმეო მაგალითათო. კიდევ ლიფტი ვარიკეტება ხოლმეო. მაგრამ ბიჭო, კითხტომის ჩემპიონატზე შემიძლია ჭოკის garaში გავიქცე. რაღაცებს ამხსოვს ეს გოგო ეუბნება რომ ბატონო, იცით როგორი ამბავიაო? მე ხარ გაკვირდებოდითო და ხონდა შეგეტყოთ მაინცო დიდი პენისი შოქანს ძალიან. გიყურებს არაფერი არ გეტყობასო და ესეთან ესე უდეს ხელი და ელაპარაკება და იცით ხალ ბატონო, მეო ნაომარი კაცი ვარო და ცალი ფეხი არ მაქვსო რა. და მარცხენა ფეხი უდგება რა, ვითომ რა ხელი ესეა. და იყო ეგ თუ ეგ პროსტა იდეაში. არა, იმედზე გადიოდა მაშინ ეგეთ რაღაცები. იმედი მაშინ ის იყო ყველაფერი შეიძლებოდა. იმედზე და ყველაფერი აი იმედზე იყო როგორი სადაც ისი ღარიბაშვილის პაროდიებს ვაკეთებდით და წელწულუკიანზე ვღადავდით და რაღაცა და მე იმედი როგორი გახდა იცი? გასაგები. ფოთის მერზე ხუმრობაც კი არ შეიძლებოდა. გასაგები. ფოთის მერზე ხუმრობა არ შეიძლება. ეგ ნაციონალების წისქვილზე ასხავს. ხო და ეს ჩვენ ყოფებით გილდიაში, სოელ გილდიაში. სოელ გილდიაში ბოდის ვიხდით, ცოტა სტუმარი ჩოყლე მყავს დღეს. და ამასთან დაკავშირებული ახლა რატო მოგაყოლე ეს ყველაფერი ვახუშტი. რომ რამდენი რამე ვქენე მაინც რა. ტეტრის ამბავი მინდა გავიხსენო რა. პირველად რომ მოდის, კაროჩე სტუმარი არ ყავს. რაღაცას გადაღება გვინდა სტუმარი, ანუ ვერ მოვიფიქრეთ თუ რაღაც არ მახსოვს და ბექა აქ არის ამბობს, ეს არისო, ახო ბოლოთაშვილიო ერთი ტიპიო, კაროჩე ეს გავუკეთებიო და ჩვენ სამივე ვუქნათ, მე რაბანა და გუა თან ჩემი მიკროფონით იღებდნენ სხვა შორის და ხო და ბექა იმაშევა რა ქვია ვიყავა და კაი მოვიდესო რაღაცაო და ეს ვიჩემი რაღაცაო და სხვადასხვა არჩენ არ იყავი ნაკლებ შენც არ ვიცოდი ვინები ვიყავით არა ვაფშე აზრი მარტო ბექა ვიცოდი ხო ანუ აზრზე არ იყო ვინები ვიყავით ბექა ვიცოდი მარტო ბექა აქ არ ვიცოდი აზრზე არ ვიყავით ვინ იყო რა გაუკეთებია ამანაც არ იცოდა ვინ ვიყავით ვაფშე რაღაცა ემილია ტივი რო არ გევასებათ და ჰეიტებს რატო ვახეიტებ ბავშვს როგორ დავახეიტებ შეჭერდი აჩერდი ბიჭო ბიჭო ნახე აი ემილიას მოდი ასეთ რაღაცას ვიტყვი რა მაშინაც მინდოდა შენთან სახრაშუნოზე მაგას პროსტა მე სტუმარი წავიდა სტუმარი არ ვარ დებატებში შემოვალ ხო ემილია აი მეგობრებო მიდი კარგი მოდი ასე ვიტყვი რომ ვау საერთოდ არ გატყობენ იუთუბერები პროჯექტები არიან რატო შეიდერ მათქმე ხუი ბიჭო მე მიდი ჩემი ეს ვინა ემილია
ვახო ფიქრობს, ემილი არის საუკეთესო არხი ქართულ YouTube-ზე და არა YouTuber-ი საუკეთესო არხი. შენ ხო ეგრე ასაღებ? კი. არა, საუკეთესო YouTuber-ი. კაი, საუკეთესო YouTuber-ი არის ემილია. ხო. მე ვამბობ, რომ ემილია არის კარგი ბავშვი. მაგრამ არ არის საუკეთესო. გეტყვი, ანუ საუკეთესო შეიძლება იყოს. შეჩემა მაგაზე არაა პრობლემა, ანუ შეიძლება იყოს. მე რას ვამბნახე? აბა შენად მე მომწონს. ბიჭო, არა, ნახე, ბავშვი დაიბადა, შეჩემა, ფეხი აიდგა, კამერაზე თქვა მამა, დედაც, სიარულის და გამოიწერეთ. ისწავლა, ხო, გამოიწერეთ, იყო მესამე სიტყვა, შეჩემა, ანუ ცოდუა ბავშვი რა, ანუ ამ განმოსახედა მამამის კი არ ვერში, ყველამ თავისავი, ანუ მე ჩემი საქმე აქვს, იმას თავის საქმე აქვს, მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მე რო შვილი მყავდეს, ეგრე არ გავაკეთებდი, იმიტომ ბავშვს უნდოდა შეჩემა. უნდოდა, რამდენი წელი შეჩემა, 1 წლის ბავშვს უნდოდა, გამოვიდა და იუთუბერები და ობა. ბიჭო, კი, დედას გეფიცები ძმო. 1 წლისა შეჩემა. ერთის არ იყო. რს ვერ ვამბობ, რს ვერ ვამბობდი, ბიჭო. რს მე 7 წლამდე ვერ ვამბობდი. მაშინ სამენაზე ბაზრობდი. აი ხა ყურე ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი, ვერც კი წარმოიდგენ ამ დამპალ იუთუბერებს, შენ და ვიღაც შენაი ბანძროჟებს, რამხელა გავლენა. ხო, რა, რამხელა გავლენა გაქვთ იუთუბერებს და რამდენს უნდათ, რომ იუთუბერი გახდეს და მოგბაძობს რა. ბიჭო, გახდი, არ არის, აი არ არის. მე გავხდი რა გინა. 70 კილო ვიკელე. ძალიან მიხარია, მეც მინდა შენს გზაზე დავდგე. 70 რო დავიკლო, 10 იქნები. დიახ. ბიჭო, აი ნახე როგორი თემა არის რა. მე მაინც ვფიქრობ, ბავშვი კაია, ბაზარი არა, მაგრამ რაღაცა ასაკამდე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ახლა ემილია რამდენი წლისაა? 12 და 13 ხდება. 12 და 13 ხდება. ემილია რომ მივა 17 წლამდე. ხო. 18 წლამდე. გააკეთეს beauty ძალიან დაიღლება. აი ბიჭო, როგორ არ დაიღალა აქამდე. 12 უხარია ბიჭო. ბიჭო, მე რა, აი რა მაგარი იქნება. 18 წლის იქნება და კარიერას დაასრულებს შეჩემა. ბიჭო, 30 წლის ვარ ეხა დავიწყე YouTube და გეხვეწებით გამომიწერე და სპონსორო. შეტანტას ვეხვეწებოდი ზენტას შეჩემა რაზე მებაზრებით ტიპს საკუთარი ჩირი ქონდა გამოშვებული 8 წლის რო იყო. ხუდს წერა შეტანტას ვეურები ხუთი გამომიგზავნე ტრაქში კურკლი მიხმება და ვიღაცა 5 მილიონი გამომწერი ყავს ემილია შეჩემა 12 წლის ბავშვს მეღატავები. რა მაგარი ტიპია ბიჭო. ჭიქარ ჩაბარწყა თავში. არა, ახ შესხმაზე ვფიქრობ, რომ ცოტა დამშვიდე. კაი, ხო. ცოტა აყევი ნერვებს მე მოგვა. ბიჭო, არა, შეგან მაგას არ ვიმსახურებ. მე შეგან აი ამას არ ვიმსახურებ. არა. ბიჭო, მომიშლე რა. აი, ხა შენი არგუმენტები ხო თქვი? ეხლა ჩემს არგუმენტები. არა, ჩემი არგუმენტები მე არ დამისრულებია, ხვდები? მეტრს. ბიჭო, ახლა უხარია. 18 წელს დახურავს. ბაზარი არა, დახუროს. რა როგორც უნდა ის გააკეთო. ჯასტინ ბიბერის მაგალითი აიღე. უსწორდება თელი ისა ბეიბის ყვირო და ყველას უსწორდება თელსოფლოს. ახლა არის ჩადეპრესიებული. არ უნდოდა. ბავშვობა უნდოდა, კამერების გარეშე უნდოდა, ბავშვობის შეგრძნება უნდოდა. რა, ბიჭო. შეჭა, ბავშვობის შეგრძნება უნდოდა, ფაფტის ბალაყანის კი არა, მაგიტო არის ჩადეპრესიებული. ანუ ამ ფშიერაფეშუაში ანუ ძალიან სხვა არგუმენტი მითხარი შეჭემა. Oh yeah baby, ფაფტი დაუბაბანა ნაბოზარმა, პედოფილმა, არაკაცმა. და მაგიტო დეპრესია თორე შეჭემა გოგოები რო ელებოდნენ და რაღაცა აი მე საწყალი ჯასტინ ბიბერი 15 წლის რო იყო მილიონობით გოგოს მასთან დაწოლა უნდოდა და იახტაზე ბაჰამის კუნძულებზე იახტაზე წამოწოლილი ასე უკავია პინაკოლადა ვიღაცა ლათინო ტრაკიანი ხალი გამოვა Signor Justin would you like some ananas pineapple და რაღაცები და საწყალი ჯასტინ ბიბერი 25 მილიონ დოლარიან იმაზე რა ქვია იახტაზეა წამოწოლილი ბაჰამაზე და მე ვახო და ბენი გილდიაში უფასოდ რომ დაუთმე სივრცე განიხილავს ბიბერი რაც სოდოა ბიბერის დედის მუტელი მოუწყალ ბიჭო მეღადავები 8 წელია ეს ხუთი მასუა ძმაკაცმა მაჩქად რომ აღარ ეტეოდა თორე რო გამხდარი რო იყოს ეს არ მეცმეოდა რა ჯასტინ ბიბერია სოდო და მე ვარ კარგი და შეჩემა შენ ძმაკაცზე რო ამბობ გამხდარი რო იყოს და შე რო გეტეოდა ის წამო ალექსა ზაგნეზე მაჩქა ალექს ძალიან დიდი მადლობა ველდანის არხი გამოიწერეთ ძალიან საკეთო ჩვენი ძმა ალექსა დაიკლო მე შენ შეგიძლია დაუბრუნო ალექსას ეს არა ალექსას კარგებია შეუქმო ხო და ისე გემოვნებინეთ წონს მე ვახო მაინც რაც არ უნდა იჩხავო რაც არ უნდა იკილო რაც არ უნდა ხო ხოდა უწევს ხახმა არც სამხელაზე ყვირი ხართ ხო ანუ ვინა ბიჭო ვიზა ვიბოღმები მე ვიბოღმები ბიჭო ანუ იბოღმები ჯასტინ ბიბერზე ჩემს გოუთზე ჯასტინ ბიბერზე რატო იბოღმები მაგრამ ევოცებოდი
მეც მეტყვი უნდა მევსო. ანუ ოღონ ახლანდელი ჯასტინ ბიბერი იმის დედა შევიდა. რატო? ბიჭო, რას გიშოთ მე ყოველთვის მაგრამ მევსო. მე არ მევასე. აი, მაგას ვერ ხვდებოდი, მე ოღონდ სერიოზულად გეტყვი რა. ეხა ხო, ანუ ძალიან არაპოპულარულად ხოვა მოფიდიაში. ჯასტინ ბიბერი ბავშვობაში მე დიდ პატივს ვცემდი, რომ მეთქი აუ რა კარგია, მეთქი რომ ასეთ ბავშვს მეთქი მღერის, თავის რაღაცა აღმოაჩ გიტარაზე უკრავდა კანადაში რაღაც აღმოაჩნეს და მაგრამ ისწორდებოდა ბიჭო. ჯასტინ ბიბერის ვიდეო და ნახე One Less Lonely. ხო. რასავს ვადარიცი? არა. რას? ნზე სიტყვას ამბობს. ახლა ვერ ვიტყვი. მართლა. ხო, ანუ გაუბაზ, ხო. მეგა. Yes. მაგაზე უნდა თქვა რაღაც. ანუ ჩვენგან არ გამოდის რასისტობა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ ყოლია დამონებული. და არაფერი თქვა უღოთ კახეთზე, ვიცი შენი ხუმრობები კახეთზე და კახეთზე ვიცი. არა, მე ვიცი კახელებზე შენ რო ხუმრობ ხოლმე და რაღაცეები. მე? არა, ხო კახეიდან რო ვირიქით. მეგა, სიტყვა. მეგა. კახელი ვიცი. შენ გიცი. აი, სავაკრაკია keyword-ი მაგ, key-ფასი მაგ. კახეთ ფასი. მეგობრებო, მეგა რა, სიტყვა. ხვდებით ხა մ არა, სხვა ასოა. ν-ზე იწყება. მეგა. ბიჭო, აი, ვახო რა. მეგა ტექნიკა. ხო და სტრაიკი თუ მომივიდა. არ მოგია. ბიჭო, თუფაქს უსმენდი ბავშვობაში, თუფაკი რა. თუფაკი, BIG. ბიჭო, მაგას ხსნის კარგად ისა რა ქვია. Easy ხსნის კარგად. შეთუ მეგას ვიზა attitude-ში რო იყო. არ ვიცი, ახლა ყურე გეტყვი. Fuck the police comes from underground. I go straight out of the competent რაღაც არა. ხო და იქ ჯგუფი, Dr. Dre, Ice Cube, მაგარი კაცები. Easy რო იყო Compton-ის. უი, დამახსენდა, ხო. ეგ ამბობსო შენ თუ ჩემთან მოდიხარო. რუთი თუ არ მეუბნებიო და შეურაცხყოფილად არ მეუბნებიო როგორც მაკაცურად. მეგა. ხო. მეგა. Big megalodon. Shark megalodon. ხო ეგრე თუ მეუბნებიო არ არისო რა, ისაო, საწყენიო რა. და კენდრიკ ლამარი, როცა თეთრი ფანები ყვებიან იმაში, აქვე კრაუჩი იმებს, კონცერტს აჩერებს და დედას აგიდებს რა. მართლა. ხო, ეგეთი. იცი იმ რომ სიმღერა იყო? ესა sing this shit da lazy. რა სიმღერა იგა? პანდა. და swap იმში რა. სიმღერა არის რომ სიმღერა. რას მებაზრებ ბიჭო რა. გარეცა? when swap I get lazy. The box. ხო, ეგეც მანდარე. Sing this shit. არა, the box-ი. ხო. დიზაინერი თუ რა. არა, დიზაინერი, რა ერქვა იმას. ხო, the box, ხო. The box ვიმღეროდა. The box. როდირიჩი, ხო. როდირიჩი. ხო, აი მანდა ეგ easy ხო. ამაზე როგორ მიხდო შეჩემა. ხო, არა ბიჭო, თავიდან ვერ მივხვდი. ერთი ვაკეთე დაჟე, სტრაიკი არ დაგედო. ჩემის ხო და უყურე. მაღვიძარას ხმა ქონდა უცებ და მაღვიძარა ის მუსიკა არა, ამ მაღვიძარას რო რეკავს. მეგობრებო, წილის უჯრედები დამკარგე ამ დიალოგში ჩემ. მე რაჟიშულობასაც მალე დაკარგავ. ეხლა უყურე რა ხდება. ბავშვობაში უსმენდი მეგობრებო, Tupac-ი, BIG ვიღაცებს, ან მართლა კარგი რეპირაც იყო რა და Snoop Dogg-ი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შევიღოთ დებილებს, გამხდარ ტიპებს უსმენ ეხლა კბილებზე რაღაცა ვერცხლები აქვს ეგეთი არა და ჩვენი ამდენ რომ Mega got girls got yacht რაღაცა, ანუ Megas ვაკო, იახტაო, ნაშებიო ჰოლივუდშიო მაგარი სახლები აქვსო, ფულიო, შოკოლადებიო, კაროჩო, ინსპირაცია იყო შენ. ჯექსონთან იჩითებაო რაღაცა და ბიჭო, მეთქი რო გავიჩდები, უეჭველი მეგა უნდა გავიჩითო მეთქი რა, მამა, მეთქი რა, რა გინდა გავხდები, I wanna be a mega. და მამაშო Megalodon. მეთქი მეგა მინდა ვიყო რა, მეთქი მეგარ. და რატო რა ხო უკვე მე მეგონი გაუტიე და ერთი 10 წუთია უკვე ამაზე ვსაუბრობ თავის დამაზებს. მეგა, და მინდოდა რომ მეგა ყოფილიყავ მეგონი. ანუ რასისტი კი არ ვიყავი ბავშვი, მინდოდა რომ გულწრფელად მინდოდა რომ ყოფილიყავი მეგალოდონი, მეგა. ხო და ვერ ხვდები, ანუ რასისტი რატომ ანუ თან ამას რაღაც შორტებზეც ვერ ამბობჭრი ამას ბიჭო, აი ჩათვალე მოკვდა ვიდეო, გაცვალე თემა, შეცვალე რა მეგალოდონებზე მესაუბრები. ემილია ოუჩი ემილია არის ძალიან მაგარი იუთუბერი, თან ემილია არის goat იუთუბერი, ძველი იუთუბერიცაა და ახალის, იმდენი ხანი YouTube-ზეა. ემილიას ექსპლუატაცია არ ხდება. ემილიას უნდა
რას საკეთებს უხარია ერთადერთი რა პრობლემას აქვს მეც მიხარ სანამ უხარია მიხარია აი როცა აღარ გაუხარდება და დააძალებენ პირველი მე გამოვარ ძმაო და გავაპროტესტებ რომ აი ვამბობდი აი კოცები რომ ამბობენ ხოლმე ხო ციპები თუ დავინახა უსამართლობას პირის მე გავაპროტესტებ და რო შანსი რა რომ გამოვიდნენ ახლა ეგ არ ხდებოდა მაშინ რაღაცები ეგ კაცი ხარ ახლა შენ ბიჭო ახლა უყარ მომისმინე ემილიას მე მგონი აი ტეტრისამდე რო ვთქვი ეს ვინ ჩემი ყლია მეთქი ეგრე უნდა დარჩენილიყო და აღარ უნდა გაგვიგზელებინა მაგის მე არანაირი გადაკვეთა არ უნდა ქონოდა იქ წყარიას 1000-ზე გადავხტით ერთად და ნეტა არ გადავხტარიყავ ის ერთიც მეყოფოდა შეჩემა ხელში შეყვანილს ვატარებდი რომ მაღაზია ახტომ არ დაგჭირებოდა ეს ვიხტებოდა ხელში მეყავ როსაყარელი ხო მოვჭე უყურე ასო ემილიას ვიტყვი რა ბოლოს შეხუთქვი შენ დებილი სათქმელს ეხლა მე ჩემს სწორ სათქმელს ვიტყვი რა ემილიას ერთადერთი მინუსი აქვს ის რომ პატარა ბავშვი რო იყო და არ აქვს პატარა ბავშვებს კონტროლი იმის რომ სითბოს გამოხატოს და სიყვარულს და ბედნიერი რო იყო მე მაგინებოდა არა პერსიგინებოდა ვინ ემილი მართლა რა ვიცი შეჩემა რა მართლა ისე მომიყევი ოჯახური სიტუაცია მე მგონი შეჩემა არა მაცადე ვიდეო ნახე რომ ემილია რაღაცა ბავშვთა გასართობ ცენტრშია და ერთი 30 ბავშვი გარშემო არის შემოხეული და ჭყლეტენ ბავშვს და მახსოვს მაგდღოს ემილია სახე პატარა იყო რა ვიცი 8 წლის ხო ახლა და წარმოვიდგინე რომ წარმოვიდგინე სკოლაში როგორი სიტუაცია სკოლაში რომ მიდის ხაი ჰომსკულინგზე ვერ იქნება ჰომსკულინგი ანუ სკოლა სახში ვასწავლიან რა yes I understand არა არ მინდა ეს ტრაქში პერო ხალხი რო ინგლისურში წყვით ლაპარაკობენ ხოლმე მაღაზიანებს და ხალხს ამინდა რომ ეგ ისე გონო ჯერსკი ტიპი ხო და ბიჭო ხო რა ხო და ჯანდაბა ხო და აი ეგ პრობლემა ალბათ იყო რომ აი ბავშვობაში ცოტა უჭირდა რომ აი რესოციალიზაცია და ასე შემდეგ რა სოციალიზაცია მომაპატე სოციალიზაცია უფრო უჭირდა ხო ასე ხარ ამიტომ ვნახულობ ხოლმე რომ დასასვენებლად ემილიას ინსტაგრამი გამოწელია და დასასვენებლად სულ საზღვარგარეთად ის იმიტომ რომ ის არც ვერ ცნობენ ახო კომფორტული სამუშაო ტიპი ვარ ანუ ძალიან კომფორტულ გარემოს გიქმნი მე ბენი არის როგორც სტრესავ არა კაცო ყველას მინდა უთხრა რომ ბენი არის ძალიან სანდო ადამიანი რა შეხარ მაგარი სანდო კეთყვი რა მოიწე წაღან ვლაპარაკებ ლაშა გელაშვილს რომ ერთ ადამიანზე უნებოდი რომ მეთქი ეს ადამიანი მეთქი ძალიან იჭერია მეთქი მაგრამ უყვარს მეთქი რომ ყველაფერში ჩარევა უყვარს მეთქი მუშაობი დროს თქო და ცოდუა თქო რა იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ მეთქი იქ ის ასე უნდა მიაქცეს ყოველ ის უნდა მიაქცეს იმასაც უნდა მიაქცეს მეთქი მაგრამ მე რომ ბენი მყავს მეთქი მე ვიცი მეთქი რომ რაღაც რაც ბენის ავალია დედას უტირებს მაგრამ გააკეთებს თქო რა ამიტომ მაქვს რა შენი იმედი რა რაღაცა რო გაგჩაბარებული იზავ რა ანუ ის ახლა საიმედო კაცი ხარ თან პლანს რო რეწევი ჩემთვის დასაფასებელია ხო არადოს არ ვითანამშრომლებ მარიხუანას მომხმარებელ ადამიანთან აქედან მე მინდა მოგაწოდოთ სპონსორიც რო იყოთ არ მჭირდება იმიტომ რომ უპასუხისმგებლო ხალხი ხართ მარიხუანას მომხმარებლები რომლებიც ვერ ხვდებით რომ უპასუხისმგებლოები ხართ მეგობრებო ღიზიანდებით როცა გეუბნებით რომ უპასუხისმგებლოდ იქცევით ბრაზდებით წარდებით გონიათ რომ ეგრე არ არის ამან რა უნდა მიქნათ როცა მინდა დავანებებ თავს არა პრობლემა არ არის რაღაცას 5 ჯერ გეტყვით და არ გახსოვთ მე რო გეუბნებით რომ ეს გითხარით თქო არ გითქვამსო და მე ესე მახსოვსო მეუბნებით მოკლედ მარიხუანა არის ძალიან მავნებელი ნარკოტიკი და უფრო საშიში ნარკოტიკია ვიდრე კოკაინი და ჰეროინი იმიტომ რომ მარიხუანას ვერ ხვდებით რამდენად საშიშია ეგ არის და ეგ აი ამიტომ მოდი და დალიეთ გილდიის ბარში დავით გურამიშვილს აქ თუ კონსტანტ გამსხურდეს რა მახსოვს გილდიის ბარში შევეცი მოსიკა აი ეს არა გაგდადო ხო ხშეთ მაგრამ ეს კატანი სად არის კატანი რო იდო წინაზე სად არის აქ იდო წინაზე კატანი აი კატანი მოდით კატანი თამაშია საუკეთესო ბორდ გეიმი მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ისა რას გეუბნებოდი რა ვიცი მე რას მეუბნებოდი გამსახურდიაო რა ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას უწერია თუ გურამიშვილს დავითიანში არ მახსოვს პატარა ნაკვერჩხალი ნაცარშიო პატარა ნაკვერჩხალი გდიაო ის პროსაშიო ვიდრე დიდი ნაკვერჩხალიო დიდი მუგუზალიო იმიტომ რომ ნაცარში შეიძლება პატარა ნაკვერჩხალზე ხელი დაგეწვავსო და დიდ ცეცხლს რო ხედავ იმასა ერიდები და მარიხუანა არის ზუსტად ის დიდ ნაცარში ჩავარდნილი პატარა ნაკვერჩხალი მარიხუანას მომხმარებლები ჩემი ძმა კაცებიც არიან მაგრამ არ გეწყინოთ მეგობრებო მე თანამშრომლობაზე მაქვს საუბარი მე მარიხუანას მომხმარებელთან არ ვითანამშრომლობ რა არა მისაღები ისა შენიშნა არ კი მესმის გამოცდილება ყველას. ეხლა ალბათ მაგინებენ, მაგრამ არა უშს. უბრალოდ ბავშვებიც ნახავენ ამ ვიდეოს და მინდა უთხრა რომ არადოს არ მოიხმაროთ. მარიხუანა არ ითამაშოთ სლოტები, არ დალიოთ ალკოჰოლი ბევრი. მე ალკოჰოლს არ თორსო, ხო იცი? არ მე ვსვავ. არ მე ხვავსო. მე ვსვავ, მაგრამ შენ იცი რომ მეორე დღეს ვდგები და საქმეს ვაკეთებ. ძალიან პასუხისმგებლიანი კაცი ხარ შენ. ეგეც ის არა მაქვს რომ მეორე დღე. ბენი არის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი.
მადლობა ვახო. ესე არავის არ უქები ვარ დიდი ხანია და მე მგონი ტუჩებში კოცნას იმსახურებ. ჩემგან არა. ამაში ChatGPT-ს. ზოგადად. ChatGPT-ს სხვათაშორის ნაყიდი მაქვს და შეგიძლია ნაყიდი ChatGPT-ს აკოცო. მე $20 ვიყიდე, ხო. შენ ამ 22 ძმა. 20 მაყიდინე შენ. მე არ გაგა. ტიპს ვეუბნები რომ მეთქი ბიჭო $20 უნდა გადავიხადო მეთქი და თუნდაც ჩემი ChatGPT მათხოვე და აუ შენ ხوار უბერავო ბიჭო და ჩემი ChatGPT გადახოვო. რატომ მეთქი და ეგო იგივეო Facebook-ის პაროლი რომ რატომ ChatGPT-ში მეთქი ნუდებს გიგზავნე ChatGPT-ში რა ზეცება просто ახლა შენ აბოზა რომ შენგან $20 გადავიხადე ბიჭო გეთქვა ჩემთვის მე გითხარი შენ რომ მითხარი და მე დავაგენერირე ანუ ტიპს უთხარი მეთქი გეხოზე კროკოდილო კარტოფილო და მე გენერირე და რაღაც დებილობა და მე გენერირა ტიპმა ბიჭო ტრალალელო კარტოფილო გითხარი და ვაფშე სხვა რაღაცა იყო და მე მინდოდა ისეთი ტრალალელო კარტოფილო როგორიც გავაკეთე ხო და ახლა ნახე რას ვამბობ ChatGPT რა იცი რა დამჭირდეს იქნება და კუჩში ვერ გავდივარ რა ვქნა ეგეთ რაღაცა მაგ და ყავადალიე შეჩემა ხო აი ბიჭო მე მაგალითი მოვიყვანეთო რაღაცა შეიძლება ისეთი მოხდეს რომ შეთვის არ იყოს ლამაზი სანახავი კი ყელეზე მკიდია ანუ ბიჭო უნდა შევსვა 15 წუთით შევდიოდი და გამოვდიოდი ანუ მოსა შევიდა ისტორია ვნახო რაც გაგაკეთებული მართლა ეგეც არ ვიცოდი შეჩემა ანუ აქ ჩატები არის რა მაგ დასერჩილი და რაღაც ანუ რა დონეზე უვიცი ვარ ხვდები ანუ უნდა შევსულიყო და ტრალალელო კარტოფელო უნდა შეიძლება ისეთი ყლეობა ნახო რა ყლეობას ვებაზრები რომ ანუ კი ანუ შენთან ახლა მე ყელეზე მკიდია მაგრამ ზოგადად მაინც ვიღაცამ რო იცის რომ აი ეს მე დავსერჩე შემრცხვება როგორ მკიდია ხვდები ანუ ბიჭო არ იცოდე მაინც რა ფეხებზე მკიდია კაცო რა ჩემ ფეხებმა და მაინტერესებს შენ რა შეაპარაკები ChatGPT-ს ბიჭო ჩვენი უპროცესის კომპიუტერში ჩვენს კომპიუტერში კიდე მაგაგეთ რა ჩვენს კომპიუტერში რომელზეც ვხედავთ ხოლმე WhatsApp-ია გახსნილი ჩვენს უფროსს. ვიცი ხო. შემიძლია შევიდე და ნახო WhatsApp-ში რა ჩვენი უფროსი რაწეს დირექტორს, გადარიცხვებზე. მე ნოტიფიკაციებიც მომდის. ხო, ვიცი თიშახოვე. რა ქვია, რა ვისრამდეს ურიცხავს ყველაფერში, ფეხებზე მკიდია, ანუ არც კი გამიხსნია და ერთხელ მოვიდა, ისა ნოტიფიკაცია ვიღაცა ვერეკავ და მეთქი უმერა უხერხულია თქო და გავთიშე და ის მეცი რა, mute all რაღაცეებს. ხო. და მე ურეკავდი და ბიჭო მეთქი ატარბას ხო. ვა რატო არ შემომდის მესიჯებიო. მეთქი უი. unmute გამოგეცე ვერ დავურეკე. ბიჭო ხო ახლა რა ვქნა ვახო აი გაიხარე მადლობა ტეხავს რა ტეხავსაც არა ბიჭო აი მიტყლება ახლა რა შეჩემა ვინც აი კომენტარებში დამიწერეთ გიტყლება ჩვენ ბიჭო კომენტარებში დაწერეთ აი თქვენ ChatGPT-ს თუ ვინმეს მიცემდით აი მართლა მაინც არა ირონიულად ახლა ამ მიწევი აუ რა ვერ ახლა რაღაც ყალეობებს სერჩავს უეჭო რომ მინდოდეს დავსერჩავდი Google-ში ეგეთ რაღაცები რომ მინდოდეს დავსერჩავდი Google-ში იმიტომ რომ ChatGPT-ს აქვს პოლიციები თავისი დარწმუნებული ვარ არ ვიცი არ გავამიწება და დარწმუნებული ვარ ნუდებს ვერ გავაკეთებინე ვერ გავაკეთებინე მართლა ნუდებს კი არა შეჩემა შენი სახით მინდოდა რაღაცის გაკეთება ანუ შენი რეალური სახე რო ქონოდა და მაგაზე მიწერდა რომ არ შეიძლება მეც მითხრა ხო არ შეიძლება ეგეთ რაღაც ბევრი შეზღუდვა აქვს ერთი ის იყო რომ ერთს ვიტყვი რა და კაცზე გავალთ მე გქრება ფიშ გინა არა ეს უნდა მე შემოვიდეს ასხას მოდი კაცო მოდი ხო და ერთამ ბიჭო ხო და ერთამ ნახე მოდი რა მინდოდა აი მაგ მოდი ჰა რა გინდა მაგალითად მინდოდა ასეთ რაღაც ChatGPT-ს მივწერე რომ დამხატე როგორ ვატენი LeBron James მეთქი თუ გინდა დაჟეს ქრისაც განახებ როგორ ვახევ ბურს თავზე მეთქი ვატენი LeBron James do you have inside yes do you have deep inside or deep state inside or ესე მითხრა დიახ ნამდვილად არც შეიძლება LeBron-იო არც NBA-ის ქორტის გამოყენება შეგვიძლიაო არც NBA ისა LeBron-იო არც შენი სახეო ეს LeBron-ის შეურაცხყოფა იქნება ხელში გაჭირა კულჩები და მათე ტუჩებიო და მამუკელაშვილი რომ გეთქვა მამუკელაშვილი ზოატენი თავზე ბურთი ანუ არ შეიძლება ნებისმიერ რეალური ადამიანის სახის გაკეთება და როგორ აკეთებ ბიჭო ის ხო იცი ხაბიბი და მაკრეგორი რო იღებენ ფოტოებს ეგ იმიტომ რომ ChatGPT-ს ჩარშვებიან ChatGPT ხო და რომლის Discord ისინია Discord ჰა AI-ით რო აკეთებენ მივხვდი მაგრამ გაიხარე კაი კაცი AI-ო გითხრეს კიდე ვა მომბას გაბიძე
კიდევ კაი. ვა, ბიჭო, შეჭება, გეკითხა გასიზ ზაგრიცოდა თო. კომპეტენტური ყოფილ ხარ, შენ მოდი აქ. ბარმენი, მოდი აქ. შენ ძალიან ილუზიონისტი ბიჭი ხარ, სხვათა შორის გაგიჩი, ილუზიონისტი ძალიან ვაფასე. ხაზო ნატახტარის სვავს პირველად ხედავ რომ ადამიანი ნატახტარის არ რეკლამებს და თან სვავს. ტრამვა რა გააკეთა ნახე? არა. ხო, დაუბრუნდით, შევივსე. ვახო ჭამს, სოხნავს იქ რაღაცა ქნა 1-3 საათი გაჩხერილი იქა და იმას ჭამს. შენს გახშე პარა კერგით ხარ. მე რა ხო იმით შენი ჭხირით ხო. ბიჭო, ყო ტრამპი აკეთებს ეს რაღაცას რომ აუტისტური სპექტრის ყველა წარმომადგენელი უნდა იყოს აღრიცხვაზე ამერიკაში. მოიცა კენედის შვილიშვილი არ აკეთებდა? არა, ადოლფ ჰიტლერი. არა, ჯეფრი კენედი თუ რა ქვია იმის შვილიშვილს? ახლა არა, ნუ გზარ კენედი, მე რა ვიცი. ანუ ეგ აკეთებდა მაგათ აღრიცხვას, მაგან ჩაიბარა. ასე ნახავ ახლა. ხო, მაგან ჩაიბარა. მე კენედის შვილიშვილის დედა საკენ მას ახკეთო. მაგან ჩაიბარა ხო აღრიცხვას, ვინც ვერ აბოუთებსო, ვინც ვერ იმაშვებაო, ტაქსებს არ იხდისო, საგანასახადოებს. ხო, ანუ ძალიან ცუდი არის ეგ, იმიტომ რომ იდეაში ეგრე დაიწყო გერმანია მას მეორე მსოფლიო ომის ბენზინა. ყოლე? ხო, კი. ხო, სწორია. ჯეფ კენედი უმცროსმა ანუ დაავადებების რეგისტრაცია დაავადების რეგისტრაცია მოხდებაო და აუტისტური სპექტრი მათ შორისო რა. ანუ გერმანელებმა თავი დროზე რო დაიწყეს აღრიცხვა, რომ შშმ პირია და რაღაცა, იმათ აღრიცხვა დაიწყეს. ძალიან საშიში რაღაცა და არასწორი რაღაცა არის. არ ვიცი, ამერიკას აისმინის არ ვიცი, აზე არა ვარ. ის ნახე, პრემიერ-მინისტრო შეხვდა პაპს. და პაპი გარდაიცვალა. ვის პრემიერი შეხვდა? ამერიკის, არც მახსოვს რა ქვია. ამერიკას პრემიერ-მინისტრი ყავს? რა ქვია, ჯეიდი ვენსი თუ. ვენსი. ხო, ვენსი რა. არც მახსოვს ის. ვენსი პრემიერი არ არის კაცო. კი როგორ არა პრემიერია, ისა ვიცე-პრეზიდენტი. ხო, ვიცე-პრეზიდენტი. ხო. ბოდიშით მაპატი. მაცა მაკდონალდსის ბურგერის საგდაობა. ხო მერე? ვიცე-პრეზიდენტი. ხო შეხვდა იმას პაპს და იმას ამბობენ რომ პაპი ისეთი იმედგაცრუებული იყო რომ ტიპა იმენა დაბრიდაო რა. ხო არა შეიძლება. 24 საათში გარდაიცვალა და სხვათა შორის ამბობენ რას იცი პაპზე. ვატიკანის იმაზე რა ქვია შენ უკეთესად გეცოდინება ეს ახლა მე მაგ ეკლესიაზე თუ რაღაც ხო არის პაპები ვინც იყვნენ. კი, ხა. ბოლო იყო ფრანსისი და ერთი ადგილი დარჩაო მანდო. და წინასწარმეტყველებაში წერიაო ყველა პაპზეო საერთოდო ვინ იქნებაო და ფრანსისის მერეო წერიაო, ანუ ფრანსისის აღწერის მერეო წერიაო, ის დაბრუნდებაო რა. ოპა. და ისე დაემთხვა რომ ფრანსისი მოკვდაო, გარდაიცვალა თან აღდგომასო. ახოდუ ამას იქ ერთი ადგილიაო დარჩენილიო და. ბიჭო, სულ დავწინი ხომ ეგ შეთქმულების თეორია არის სერიოზული. დავწინი ხომ, მაგრამ ბიჭო, რაღაცა პიზდეცია. რაღაცა შეთქმული, ანუ მე რა მგონია ხომ, იცი რომ ზოგი შეთქმულების თეორია შემოუხ თვითონ სულ ტიპებს, რომ მე ღადაობა გახდეს ეს შეთქმულების. ან ხო არის რომ ბანძი შეთქმულების თეორიები და ნამდვილი შეთქმულების თეორიები, რომ მაგალითად ფუკოს კანკარაში უწერია იმას უმბერტო ეკოს, რომ რაღაცა ჩემი სადარბაზოდანო იატაკას რაღაცა ძირამდე რომ გავზომო მანძილიო და გავამრავლო რაღაცაზეო და მივიღებო იმავე მანძილს რაც არის რომ მთვარიდან პირამიდამდეო და გაყოფილი 666-ო თუ რაღაცაო და ყველაფერი ჩემილიო მივიღო 666-ო ამ მთვარეზე, ანუ რაღაცა თუ არდება პირამიდიდან მთვარამდე, პირამიდიდან სატურნამდე დაждდებაო და სატურნს მოუძებნია რომ სატურნს რომელიღაცა მითოლოგიაში სატანა ქვია. სატნ მაინც არის სატნ არის პირობითად. აი ხა მოვიფიქრე უცებ ხო რომ სატურნ რო სატანა არის რა. ეგრე შეიძლება მოიფიქრო შეთქმულების თეორია. ხო. ხო და ბიჭო რაღაც შეთქმულების თეორიას მე მგონი თორნი გონებენ ეს ნაბოზრები. და კიდე იცი რა ჩემო დაკას მაწერა მაგარი გადაობა. ის რო არის ხო ლიდერების კოუჩინგი. ხო. მომავალი ლიდერები რომ უნდა აღზარდონ. ხო. სატრაქშერენ ეს ლიდერები შეჩემა. ისევ გახედავ სოფლიო ლიდერებს და ყველა ბებერი მხცოვარი. ის გადავიდა ტრენდიდან ლიდერებზე და იმას გამახსა ანტიქრისტე. მისტერ ბისტი. აღარ არის ანტიქრისტე? აღარ არის. გადავიდა ტრენდიდან. ანუ სოფლიო ლიდერები რომ აი ახალგაზრდა ლიდერები რომ წამოსულიყვნენ. ხოაზე ხარ. ერთადერთი ახალგაზრდა ლიდერი ვინც წამოვიდა ზელენსკი დედა მოუტყნა იმ ნაბოზრება, ყველა აქედან გაწირეს, იქიდან გაწირეს. მაგრამ ზელენსკი დედას მოუტყნა. ხო და ვიცი შენ არ გევასება ზელენსკი, მაგრამ რატო არ მევას? ანუ მე ჩემი ისა მაქვს რა.
ბიჭო, მე არავინ არ მევასება, ვინც ზევით დგას. არა, კაცო, ყველა პოლიტიკოსის გამზდელა რა. ბიჭო, ანუ მე ზოგადად არ მევასება ის, ვინც ზევით დგას რა და ვინმე შენ გევასება ზემო და ან. ბიჭო, მე ჩემთვის ყველა ზევით დგას, იმიტომ რომ სიმართლე არ გამოვიჩე. ბრო. True. და ეგრე ჩემი iPhone-ია. აი, ყველაზე კიბია. ხო და ეს იყო რა, შეთქმულებების თეორიების უნდა გუჯეროდეს თუ უბრალოდ ზოგს, კი, ანუ ზოგზე ვამბობ. რომლის უნდა გუჯეროდეს? შენი აზრით? რომლის? ბიჭო, უცხოპლანეტელებს უნდა გუჯეროდეს აუცილებლად. ვიღაცები რომ სამყაროს მართავენ, კარგია, ეგ შეთქმულების თეორია და მგონია რომ სწორია, ოღონდ მასონები არ მართავენ. არა, ეგ სისულელი ხო. ეკონომისტები მე მგონია, აი რაღაცა, მასონები და რაღაცა, ეშვაკი და ილუმინატი. ხო, აი სისულელი. ანუ ჩემი აზრით, ტიპები არიან ვიღაცები, რომელსაც ღმერთის საერთოდ არ წავთ, არც ეშვაკისაც არ წავთ და პროსტა მართავენ სოფლიოს და გინდა ილუმინატი და არქვი, გინდა მასონი და არქვი და გინდა რაღაცა ჭუჭუს მწელავი და არქვი. ცუდი ტიპები მართავენ სოფლიოს. მე მგონია რომ უნდა გჯეროდეს ანტარქტიდის. აი. ბიჭო, აი, არავინ არის ის ანტარქტიდაზე რა. შივა, შეჩემა რა. მაგრამ გონია რომ ახლა ანტარქტიდის იქით ახალი ცივილიზაცია და სხვა სამყაროა და ჩაძირული და ისინი ესენი მაგის არ მჯერა. ანუ ანტარქტიდა რა ხდება მაგ დედამოწყალს რატო არ შეიძლება? კაი, ცივა. მასა შეჩემა ის გეთქვა პირდაპირ თუ. ეგრე ციმბირში ცივა. იქნება მთვარეზე არის სიცოცხლე რა იცი? როგორ? იქნება მთვარეზე არის სიცოცხლე. სულ რა ვიცი 40 ადამიანია ნამყოფი მთვარეზე იცი? ჯამში. არა 40 უფრო ცოტა 25 ალბათ. მე რატო ვიცი ორი? რაო, შენ ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, არა, პირველი ორი იყო, შეჩემა. იმის მერე რაღაცა, მოიცა ნახავ, iPhone-ს აღიფია და კიდე დალეწილი არაა, ნახე. არა, კაცო, მე 25 აა, გადარჩენილა. სილიკონის. ლეილა აბაშიძე მაგ დაგუგულილი ბოლოს, რატო? წეგან ბაზრით ხო გამახსენე. ეცა How many women are on the moon ნამყოფ? ან დამენა how many has been? 24. 24 კი, სწორად გაგირთხია 25 რო. ერთი დაცდი. ხო. ნახევარ ქათამა იყო ეს. არა, ხო. 24 ადამიანი ნამყოფი სუმთვარეს და შეიძლება 24 ადამიანი რატო ვერ მოგატყუებს რაღაცას. მომატყუებს, მე ახლა შენც მომატყუე, ეგრე პოდკასტი დავიწყებ თუ არა, გელს ჩავეჭიდებ და ვეჭიდავ მომატყუე. ჩემი კარგია. აი 4 ადამიანი ხო ხართ აქ. ტოზა. მოდი ხმა მიჩეთ ამის გარდა. ვის ჯერა რომ მოვიტყვე მგელზე? ისტორია რომ მოყვები მგელზე. ორი ადამიანი არ იყო მგლის ისტორია. ანუ ყლეზე გაკეთა თუ ლაპარაკობთ, ბაზარი არა. არა, აქ მგელზე რომ მოყვები ისტორია, მგელი რომ ყავს ნასემი ვინახე. აი კომენტარებში დაწერეთ გჯერათ თუ არა რომ ვახომ გელი გააპარტახა და ცემა. გელს გააჩინა. ბასტო დაგირეკავს სახანში რა. ბასტო. მე მგონი რომ თვალეზე ადამიანი არ ნახო. შენ ის ხარ? მეც ვფიქრობ რაღაც. მე მგონია რომ ისიც დადგმული იყო ის რა ქვია ბეზოსის ისა. ქალები რო გაუშვა იმაზე. ეგ რა ყალეობა იყო ბიჭო. რა იყო ეგ ჩემი აი გაუშვა ანუ ის კი არა რომ ბიჭო ქალებს რაღაც ჟურნალისტი გოგო ზუსტად იგივე ექსპედიციით წავიდა ჩამოვიდა და თქვა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ექსპედიცია იყო ჩემთვისო ისაო ესენი ბიჭო გაუშვა ეს ასტრონავტები ვართ ასტრონავტები ბიჭო ემზადებიან წლები ამათ იცი რამდენი ხანი ქონათ მოსამზადება რამდენი 2 დღე ტყუილია ხო 2 დღე მოემზადნენ 2 დღე მოემზადნენ კეტი პერით გასდა ანუ იღადავეს შეჩემა იღადავეს დალუქულიც არ იყო ბიჭო კარები ჯეფრი ბეზოს მიდის იმის ტარტალეთით იმის აქვია დრო აღებე რა ქვია რაღაცა გასაღები ქვია გასაღებს დიდი გასაღები ქვია კროუბარი ხო კროუბარი რა იყო შეჩემა ნათავი PUBG არ გახსენდება Half-Life ხო აი პირველ PUBG რო გახსენდება ძალიან ცუდი არის ან მომისმინე შენ სენაზე მე Half-Life-ში ვიტყოდი Half-Life-ი თქვი პირველი მე შენ შენი ასაკის ბავშვებმა შენი ბავშვები PUBG და Fortnite და Roblox-ი რაც მე ბავშვი ვარ იმის დედა შევეცი ბავშვი აღარ ვარ 4 წელი აბა რა ჩემი ფეხები ხარ ამდენ წელს ხარ შეჩემ 22-ის აბა რა ხარაჭე 22 წელს ბიჭო რა შეჩემა დღე ხარ შეგილია 30 წელს რომ ჩემ რაზე წახვიდე ითამაშო ნაკრებში პროსტა ყლე ფეხბურთელი ხარ თორე რა ის ბავშვი არ ხარ ბიჭო იმდე ნა კიდე კაი ფეხბურთელი დაამატეზე ვიდან ხო აბა რა ყლე არ დამიზახე მარტო მადლობა ხო და რას ვამბობდი როდის არ დაგიძახე ბიჭო აი ახლა რატომ მაგიჟებ აი ხა გაგახსნი სახრაშუნოში ერთ
შემახინჯოსი. ვის შემოხედავს ბიჭეში? ჩელენჯი ხიძეონ. დოქტორ შოუმა. მაგარი კაცია ბიჭი. დუშაკი. აი ხო. ბიჭო ხო და რას ლაპარაკობდი? ხო და ბიჭო ანუ გააღეს რომელიც ვითომ ბეზოს ქროუბარით უნდა გაეღო, ის გააღეს, უცებ დახურეს. ხო, აი გადაცემას ვამთავრებ, ეს სტუმარი არავინ არ მოიწვიეთ არსად. მეძმა არ მეგონა თუ מחარას დავეთანხმებოდი. מחარ მართალი ხარ, ეს არის ყლე. აი მეზიზღება სულიერად მძულს, ეს რა გამიკეთა, ჩემს გადაცემაში მოვიდა და კიდე ხა მე დავეთანხმო מחარას. აი מחარს არ დავეთანხმოთ. არხი აუცილებლად გამოიწერეთ, სახრაშუნო გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ. როგორი საათია? რომელი საათია? 6. შაბათის შოუ იწყება.